ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტს ირანის თავრობა სულელად აგდებს, რომ ირანის რეჟიმს ვერ ენდობი. ტრამპა როგორ უპასუხა ამას? მე ირანს არ ვენდობი, რატომ? ამბობთ, რომ ირანს ვენდობი. მე ბოლო ადამიანი ვარ, ვინც ირანს ენდობა. ისინი მუდმივად მათხოვებდნენ. ამჟამად ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჰორმუზის სრუტეს. და შეიძლება ერთ დღეს რაღაც გააკეთონ და მერე ისინი განადგურდებიან. მაპატიეთ რო ვიცინი, მაგრამ საქმე ისაა, რომ აქ უკვე ნამყოფები ვართ. ჩვენ მუდმივად ხედავთ, როგორ ამბობს ის, რომ ან მიწიდან გააქრობს მათ, ან მოლაპარაკებებს გამართავს. და პირველ რიგში ისინი მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. და სინამდვილეში პირიქით, უცებ რეჟიმი აცხადებს, რომ აპირებს მოითხოვოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მიაყენეს ომის დროს. ეხლა მე ვამბობ ომის დროს. კითხვა ასეთია. ომი ჯერ კიდევ გრძელდება და თქვენ მიუთითეთ ტრამპის კრიტიკოსებს. ეხლა მინდა რაღაცა თქვა. იცით, ჩვენ ამას ვხედავთ. ამერიკელები და ისრაელები ამას სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსაც. ეხლა ისრაელის მემარცხენეები, რომლებიც ჯერ კიდევ აფასებენ ტრამპს იმისთვის, რაც გააკეთა, ბედნიერები არიან უბრალოდ თქვან, რომ ყველაფერი, რაც არასწორად ხდება ამ ომში თუ არა ომში და ყველა პროქსის შემთხვევაში, ნეთანიაჰუს ბრალია, ისრაელის პრემიერ-მინისტრის. და ამერიკაში სრულიად სხვა სიტუაცია. ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ ამას უარყოფს, მისი პოპულარობა ეცემა. და ეს მოდის მემარცხენეებისგან. ასევე, მემარცხენეები ყოველთვის სძულთ რესპუბლიკელები და მით უმეტეს ტრამპი არამედ მემარჯვენეებისგანაც და არა მხოლოდ გროიპერებისგან, რომლებიც რესპუბლიკურ პარტიას სტოვებენ. ეს მოდის იმ მემარჯვენეებისგანაც, რომლებიც ტრამპის უპირობო მხარდამჭერები არიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რატომ არსებობს ეს განსხვავებული პერსპექტივა. და რას ვფიქრობთ, რას აპირებს ტრამპი? მათი, რეჟიმის ეკონომიკურად გამოფიტვა არის თუ არა სტრატეგიის კიდევ ერთი ნაწილი, რომის დაამხონ და არ დაბრუნდნენ სრულმასშტაბიან ომში. აბა რა მოსწონთ ამერიკელებს, რა მოსწონთ ისრაელელებს? ჩვენ გვიყვარს სამხედრო ძალის სწრაფად, ეფექტურად გამოყენება და საქმის დასრულება. როგორც მაშინ, როცა მან მადურო გაანეიტრალა, ხო ასეა. ვენესუელაზე თავდასხმა საათების განმავლობაში დასრულდა. მიზანი მიღწეული იყო. ირანთან ბრძოლაში ასე ვერ მოიქცევი. და ეს გრძელდება და ჩვენ უკვე რა გამოდის, თითქმის 6 თვე გავიდა. შენ გამოთვალე რუდი, მაგრამ ეს გრძელდება და სიმართლე ისაა, რომ დასასრულიც არ ჩანს. მაგრამ ფიქრობ, ერთ-ერთი პრობლემა, და ამაზე ადრე ჩვენს პოდკასტში ვისაუბრეთ, ისაა, რომ ხალხს ხშირად გონია, თითქოს ან კაპიტულაცია, ან სრული და საბოლოო გამარჯვება. მაგალითად, როგორც მადუროს შემთხვევაში, როცა უბრალოდ ვიგებთ და იცი ყველაფერი მთავრდება. და შეიძლება ირანის შემთხვევაში ტრამპი მართალია, როცა ამბობს, რომ ეს არის გამოფიტვის ომი, სადაც იცი, ამერიკა ბლოკავს მათ პორტებს. მათ ფული აღარ აქვთ. ყოველ დღე უფრო და უფრო ნაკლები რესურსი რჩებათ, მათ თავიანთი ჯარისკაცებისა და რევოლუციური გვარდიის ხელფასების გადასახდელად ფული აღარ აქვთ. და მათი საზოგადოება იშლება. და სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ირანის რეჟიმს ბევრი ხოხოჩობა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ყველაფერი ბრავადო აქვს და თითქოს იგებენ და ასე შემდეგ, სინამდვილეში იციან, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. და ტრამპი ფიქრობს, თუ ზეწოლას გააგრძელებს, რომ მას შეუძლია ეს მოიგოს. და იცი, თუ ის, მაგალითად, თუ ეს სრულმასშტაბზე არ გადავა და კონფლიქტი დაბალი ინტენსივობით გაგრძელდება, ნავთობის ფასები არ ავარდება ძალიან მაღლა, ისინი უფრო მაღალია ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე იყო, მაგრამ ეხლა შემცირდა და დარჩება რაღაც საშუალო დონეზე. ეს მისთვის პოლიტიკურად მისაღებია. მას არ მოუწევს ირანელებზე უარის თქმა. და თუ ყველაზე ცუდი სცენარი დადგა ნოემბრის შემდეგ, როცა არჩევნები ჩატარდება ისრაელში და შეერთებულ შტატებში, მას მომავალში ბევრად მეტი თავისუფლება ექნება მოქმედებისთვის. შეიძლება ესე იყოს, მაგრამ ნება მომეცით რაღაცა გითხრათ. პირველ რიგში, ვენესუელასთან შედარება ყოველთვის მაბრაზებს, როცა ტრამპი ამ შედარებას იყენებს. ვენესუელელები რადიკალი ისლამისტები არ არიან. ვენესუელას ლიდერი მადურო ისლამისტი არ არის. ეს სრულიად სხვა სიტუაცია და ეს შემაშფოთებელია, როცა დასავლელები ცდილობენ ასეთი რაღაცების შედარებას. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვს წარმოდგენა, რასთან აქვს საქმე. და არ არის მართალი, რომ ირანის რეჟიმი უბრალოდ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. სრულიად არა. ამ მხრივ ეს იდეოლოგიურად მყარად დგას. იდეა ასეთია: სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას. ეს მხოლოდ ლოზუნგები არ იყო. ისინი ამას სერიოზულად ამბობენ. მათ ასევე სურთ დასავლეთის განადგურება. და მათთვის საკმარისია უბრალოდ ძლივს შეინარჩუნონ თავი. რადგან მათ არ აინტერესებთ 10,000-ობით თუ მილიონობით ირანელი ამით იტანჯება ან იღუპება. სინამდვილეში მათ სიხარულით მოკლავენ ყველას. ამიტომ მათ ეს არ აინტერესებთ.
და ეს არის ის, რაც შემაშფოთებელია. აბსოლუტურად მართალია, რომ ტრამპმა ფინანსურად უნდა გააღატაკოს რეჟიმი. მაგრამ მართლა აქვს მას სრულად ჰორმუზის სრუტის კონტროლი. ამაში დარწმუნებული არ ვარ. ასე რომ მართალი ხარ, ანუ მოდი ცოტა შორს დავიხედოთ და სად ვართ ახლა. თეორიულად, როცა მან მიაღწია ურთიერთგაგების მემორანდუმს, ეს როდის იყო? უკვე თვეზე მეტია გასული. და ეხლა ამას გაუგებრობის მემორანდუმს ვეძახით, ხო ასე, მაგრამ იდეა იყო, რომ შეთანხმება უკვე არსებობდა, სერიოზული საუბარი გვექნებოდა ბირთვულ პროგრამაზე, რაც ძალიან სერიოზული საკითხია, ნომერ პირველი საკითხია. ორივე, ტრამპიც ასე ამბობს და ნეთანიაჰუც ასე ამბობს. ყველაფერი დანარჩენი, ხო იცით რა არის, წვრილმანი დეტალებია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ბირთვული საკითხია. და ამაზე არ გვისაუბრია, რადგან პირველი, ასე ვთქვათ, უფრო მარტივი საკითხი არ გადაუწყვეტიათ. და სრუტეები უზარმაზარი საკითხია, რადგან ეს მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია ნავთობის ფასის გამო. ეხლა, რა არის დღევანდელი რეალობა? სრუტეები ღია არ არის. ხანდახან გემები შედიან და გამოდიან, მაგრამ ეს არის უმცირესი ნაწილი იმასთან შედარებით, რაც ომამდე იყო. მაგრამ რაც ტრამპმა გააკეთა, მან ირანის პორტებზე 100%-იანი ბლოკადა დააწესა. რაც ნიშნავს, რომ ტრამპი ამბობს, სანამ სრუტეები დახურულია, არაფერი იქნება, ვაჭრობა არ იქნება, ნავთობი ირანში და ირანიდან არ შევა და არ გამოვა. რაც ნიშნავს, რომ მას ამ სტრატეგიულ ვიწრო გასასვლელზე კონტროლი აქვს, ხო ესეა? და კითხვა ასეთია, კიდევ ერთხელ, რეჟიმის მთელი ტრაბახის გარეშე, რამდენ ხანს შეძლებენ ირანის მართვას, თუ ფული აღარ ექნებათ. და ჩვენ ვიცით, რომ მათი ეკონომიკა უკვე თებერვლამდე კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, მათი ეკონომიკა საშინელ სიტუაციაში იყო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ხალხი იანვარში რეჟიმის წინააღმდეგ აღდგა. არა მხოლოდ იდეოლოგიური მიზეზების გამო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დემოკრატია სურთ. არამედ იმიტომაც, რომ დღის გარკვეულ მონაკვეთებში თეირანში ელექტროენერგია არ იყო. წყალი არ იყო. ქვეყანა ინგრეოდა, რადგან ამ აიათოლებს შეუძლიათ ჯიჰადზე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, არ იციან როგორ მართონ ქვეყანა ეფექტურად, რადგან ქვეყანა ინგრევა. ეხლა ამას რომ დაუმატოთ ომის მიერ მიყენებული ზიანი, ყველა ეკონომიკური ზიანი და ეხლა ბლოკადის და სანქციების გამკაცრება და ეს ყველაფერი. რეჟიმი მართლა მდგრადია ესეთ პირობებში. ეს ცოტა ბაყაყის მოკლას გავს. თუ ბაყაყს ადუღებულ წყალში ჩააგდებ, ის ამუხტება. მაგრამ თუ ეს მეტაფორა დიახ, არ ვიცი მეცნიერულად მართალია თუ არა, მაგრამ თუ ცეცხლს ნელ-ნელა მოუმატებ, ბაყაყი ნელა იხარშება და ვერ ხდება რა ემართება, შესაძლებელია რომ რეჟიმმა იცის რა ხდება, მაგრამ თუ კონფლიქტს ნელ ცეცხლზე დატოვებ და უბრალოდ ამოწურვაზე იმუშავებ, ამოწურვაზე, სადაც დასავლეთისთვის, შეერთებული შტატებისა და ისრაელისთვის ხარჯი შედარებით დაბალია, ხარჯი მაინც არის, მაგრამ შედარებით დაბალი, მაგრამ საბოლოოდ ეს შეიძლება იყოს სტრატეგია, რომელიც იმგვარ შედეგს მოიტანს, როგორცაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ. ანუ შესაძლოა რეჟიმი დაემხოს, შეიძლება ბოლოს ისინი თავად მოვიდნენ და დიპლომატიურ გადაწყვეტას სთხოვონ. არანაირად არ მოხდება ისე, რომ ისინი ოდესმე დიპლომატიურ გადაწყვეტას სთხოვენ. ისინი ითხოვენ ყველაფერს, რასაც ფიქრობენ, რომ იმსახურებენ, ისინი ჰორმუზის სრუტეს მძევლად ამყოფებენ. რაც გააკეთეს, ეს იყო ის, რომ თქვეს, კარგი, ეხლა სამუდამოდ ვიცით, როგორ შეგვიძლია დედამიწის უდიდესი ზესახელმწიფო მძევლად ვამყოფოთ ასე მოქცევით. და ამერიკელები ამბობენ, ბენზინის ფასები იზრდება. მაშინ ტრამპი ამბობს, კარგი, მოიცადეთ, შევაჩერებთ. როცა ამბობთ, რომ ეს გამოფიტვის ომია, სინამდვილეში ეს არც კი არის გამოფიტვის ომი. რაც ხდება არის ის, რომ ტრამპის მოკლის მუდმივი მცდელობებია. მასზე რეალური მკვლელობის მცდელობები ყოფილა და ბევრი მათგანი აღკვეთილია. და ეს ყველაფერი თეირანიდან მოდის. აი პრობლემა იმაშია, როცა ამბობთ, იცით, ისინი იციან და ისინი იციან. არა, ისინი არ იციან. შეხედეთ ჰამას ღაზაში, შეხედეთ ირანის ყველა პროქსის. ჰამასი ღაზაში მთლიანად, არა მთლიანად, თითქმის მთლიანად განადგურებულია. მისი ძალა მთლიანად, შეგიძლიათ ვთქვათ, განადგურებულია, დანგრეულია, რაც გინდა დაარქვით. ეს მათ არ აჩერებს. თითოეული ასეთი ტერორისტი, როგორც ტარაკანი, გამოდის გვირაბებიდან. მიდის საკმარისად გამბედავია, რომ სცადოს ისრაელის ჯარისკაცებთან დაპირისპირება იმაზე, რასაც ჩვენ ყვითელ ხაზს უწოდებთ. ამ კვირაში ძალიან საშიში ინციდენტი ვნახეთ. ამაზე ახლა არ შევჩერდებით. იგივე ხდება ჰეზბოლასთან ლიბანში. ისინი არ ნებდებიან, მათ არ აინტერესებთ. ისინი მზად არიან თავი შესწირონ. ისინი ნამდვილად თავიანთ შვილებსაც კი შესწირავენ და სხვებსაც, რათა თავიანთ მიზნებს მიაღწიონ. ეს არის ის, რასაც დასავლელები ვერაფრით ითვისებენ. ერთგვარად მიხარია, რომ ამას ვერ იგებენ, რადგან ეს არის ავადმყოფური იდეოლოგია, საზოგადოება და რელიგიური რწმენების დამახინჯება. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვართ.
თუმცა მთავარი ისაა, რომ არის ისრაელები, რომლებიც ამბობენ, რომ დონალდ ტრამპი ამ ყველაფერში სინამდვილეში ძალიან ჭკვიანურად იქცევა, რადგან ის ელოდება შუალედური არჩევნების დასრულებას. და მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები მოიგებენ თუ წააგებენ, ის უკვე იქნება გავლენას შესუსტებული წასვლის გზაზე მყოფი პრეზიდენტი. და ამის შემდეგ შეუძლია რაც უნდა ის გააკეთოს. ზოგი ასე ამბობს და სინამდვილეში ეს კარგი ნაბიჯია, რადგან ჩვენ ვიღებთ ამას. და ასევე როგორც ჩვენ აღნიშნე, ისრაელში არჩევნები ამერიკის შუალედურ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. მე ესე დარწმუნებული არ ვარ. ზოგჯერ, როცა უბრალოდ აყოლილი ხარ მოვლენებს, შეიძლება წარმატებაც გქონდეს. იცი, როცა ღმერთი ჩაერევა, ან ვინიც ის რა მოხდება. და ბოლოს, და შენ ამას კარგად გესმის, არის საკითხი საბრძოლო მასალებზე. სხვადასხვა დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებს აკლია საბრძოლო მასალები და ჩამჭერის სისტემები. და ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩამჭერის სისტემები მიეწოდა უკრაინას და ასევე იმის გამო, რომ ბევრი ჩამჭერი დაიხარჯა სპარსეთის ყურეში, რადგან ისლამურმა რესპუბლიკამ იცოდა, მოდი გავაგრძელოთ შეტევა ყურის ქვეყნებზე, არაფერი დაგვემართება, ისინი უბრალოდ და შემდეგ ყურის ქვეყნები მივიდნენ ტრამპთან და სთხოვეს. გთხოვთ დაასრულეთ ომი, გთხოვთ დაასრულეთ ომიოთ, დაასრულეთ ომი. შეამჩნიეთ, რომ ირანი სწორედ ამ მიზეზით არ შეტევია ისრაელს, რადგან იცის, რომ ჩვენ ნამდვილად დაუბრუნდებით სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს. ასე რომ ჩემი აზრი ისაა, რომ ისინი არ არიან. ეს საკმარისი არ იქნება. და ეს არის კითხვა, რადგან საქმე ეხება იარაღს და არა ნებას. ეს ჯერ კიდევ დასანახია. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც ეს სტრატეგია შეინარჩუნო კონფლიქტი, არ დაასრულო კონფლიქტი, არ დანებდე და არ დათანხმდე იმ შეთანხმებას, რასაც ეს რეჟიმი ითხოვს. დიახ, მაგრამ კონფლიქტის დაბალ დონეზე შენარჩუნებით, ან გამოფიტვის ომის, ეკონომიკური ბლოკადის და ასე შემდეგ. ამას ორი მიზანი აქვს. ერთი მიზანია, რომ ნოემბრამდე მივიდეთ, როცა პრეზიდენტს მეტი თავისუფლება ექნება მოქმედებისთვის. და მეორე მიზანი, როგორც თქვენ ამბობთ, არის ის, იყენებენ თუ არა ისრაელი და შეერთებული შტატები ამ დროებით პაუზას, ესე ვთქვათ, ამ შედარებით პაუზას, ხო ესეა. იმიტომ რომ, იცით, ჯერ კიდევ არსებობს ძალადობის დაბალი დონე, მაგრამ ვიყენებთ თუ არა ამ დროს ეფექტურად მარაგების შესავსებად, იმ ვარაუდით, რომ ეს საჭირო იყო. ასე რომ, არის თუ არა ეს ყველაბიანი ელასთვის მომგებიანი. მაგრამ თქვენ დააყენეთ ეს კითხვა და თქვით, იცით, ჩვენ გვაქვს საქმე ისლამისტ ექსტრემისტებთან და ეს ადამიანები არასდროს დანებდებიან, ისინი ჯიჰადისტი კამიკაძეების ჯგუფია და მათ არ აინტერესებთ ადამიანის სიცოცხლე და ეს ყველაფერი მართალია. მაგრამ ფიქრობ ეს მართალია, მაგრამ ეს მხოლოდ სიმართლის ნაწილია. დღეს ირანში თუ არ ვცდები დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თქვათ, რეჟიმს აქვს 10%-იანი მხარდაჭერა, ხომ ასეა. ეს ნიშნავს, რომ 8 მილიონი ადამიანი გამოდის ქუჩაში და უჭერს რეჟიმს მხარს. დანარჩენებს ნიქსონი მათ მდუმარე უმრავლესობას უწოდებდა, უბრალოდ სურთ რომ რეჟიმი წავიდეს, მაგრამ ეშინიათ რომ თუ ისევ ქუჩაში გავლენ, ისინი ისევ მიიღებენ დატყვას, ან შეიძლება ითქვას, რომ დახოცავენ, როგორც იანვარში მოხდა. კარგი, ეს არ არის ძველი ისტორია, მათ კარგად ახსოვთ, რა წელს მოხდა. ისინი ქუჩაში დახოცეს იმის გამო, რომ რეჟიმს დაუპირისპირდნენ. ეხლა იმ 8 მილიონ ადამიანს შორის, ვინც რეჟიმს უჭერს მხარს, ზოგი ეკონომიკური და ოჯახური მიზეზების გამოა იქ, დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილი იდეოლოგიური ჯიხადის მიმდევრების რაოდენობა ბევრად ნაკლებია. ამიტომ თუ ეკონომიკური ზეწოლის გზით და ვიყენებ სიტყვას თუ, იმიტომ რომ იცით, ვიცი ეს კითხვა, მაგრამ როგორც სტრატეგია შეგიძლიათ შეასუსტოთ იმ რეჟიმის ძალაუფლება. კიდევ ერთხელ, თუ ჯარისკაცებს ხელფას არ უხდიან, თუ რევოლუციურ გვარდიას აღარ აძლევენ იმ ეკონომიკურ სარგებელს, რასაც ადრე იღებდნენ, ხო ასეა? შეგიძლიათ შეასუსტოთ იმ 10%-ის მხარდაჭერა, რომელიც რეჟიმს უჭერს მხარს, რაც აძლიერებს იმ 90%-ის ვისაც რეჟიმის მოშორება სურს. ხო ასეა. თუ ისინი დარწმუნებულები არ არიან, რომ რევოლუციური გვარდია მათ ესვრის, რადგანაც ესმით, რომ რევოლუციური გვარდიაც უკმაყოფილოა იმით, რაც ხდება, ხო ასეა. მაგალითს მოგიყვანთ. თქვენ ისაუბრეთ ღაზას მაგალითზე, მე კი ლიბანის მაგალითს მოგიყვანთ, ხო ასეა. ისრაელმა დაარტყა ჰეზბოლას და ძლიერად დაარტყა ჰეზბოლას. ჰეზბოლა ძველი თავის მხოლოდ აჩრდილია, ხო ასეა. ის ჯერ კიდევ არსებობს. მას ჯერ კიდევ შეუძლია პრობლემის შექმნა, მაგრამ მას აღარ შეუძლია იმგვარი პრობლემების შექმნა, როგორცაც რამდენიმე თვის წინ შეძლებდა, ხო ასეა. ჩვენ ნიშნულოვნად დავასუსტეთ ჰეზბოლას სამხედრო მანქანა. რას ნიშნავს ეს? თუმცა რომ უცებ ლიბანის მთავრობა, რომელიც ყოველთვის ცოტა ხუმრობა იყო, რადგან ფორმალურად ოფიციალური მთავრობა იყო, მაგრამ საერთოდ არ ჰქონდა ძალაუფლება. უცებ, რადგან ჰეზბოლა ბევრად უფრო სუსტია, ლიბანის მთავრობას რეალურად უფრო მეტი ძალა აქვს ვიდრე ადრე. ასე რომ შესაძლებელია. და ეს იმიტომ კი არ არის, რომ ლიბანის მთავრობა გაძლიერდა. უბრალოდ ისინი შედარებით უფრო ძლიერები არიან, რადგან მათი მთავარი მოწინააღმდეგე ჰეზბოლა დასუსტა. ასე რომ ისინი შედარებით უფრო ძლიერები არიან. და შეიძლება იგივე მოხდეს ირანში, სადაც 90%-ზე მეტი დუმარე უმრავლესობა უცებ გაძლიერდეს, რადგან რეჟიმი დასუსუსტება ეკონომიკური, პირველ რიგში კი კინეტიკური მიზეზების გამო, ისრაელისა და ირანის სამხედრო დარტყმების გამო. და ამავე დროს ეკონომიკური ზეწოლა
ეკონომიკური ბლოკადა, რეჟიმის კრიტიკული კვანძები იმდენად ძლიერად ზიანდება, რომ რეჟიმის გარშემო მყოფი მცირე ჯგუფიც იწყებს დაშლას. დიახ, ნამდვილად. მე ყოველთვის უჭერდი მხარს რეჟიმის ეკონომიკურ ჩახშობას. ყოველთვის. მაშინაც კი, როცა სამხედრო დარტყმები ხორციელდებოდა. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, მაგრამ აშკარად საკმარისი არ არის, როგორც ვხედავთ. მე თუ მენახა მტკიცებულება, რომ ეს საკმარისი იყო და კიდევ ერთხელ ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, შეშინებული იყო, ისინი დახოცეს. სხვათა შორის რეჟიმი ახლაც გრძელდება. ადამიანების ჩამოხრჩობა საჯარო მოედანზე, იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია სხვებისთვის. და ეს უდანაშაულო ხალხია. ზოგჯერ უბრალოდ, იცით, თქვენ თუ ეჭობენ, რომ დასავლეთთან გაქვთ კავშირი ან რამე მსგავსი. და ესე იგი ჩვენ ვიცით, რომ ისინი ბოროტები არიან. და კითხვა ასეთია. რატომ შეცვდა ომი მაშინ, როცა გამარჯვებისკენ მიდიოდა, მათ შორის ბირთვულ პროგრამაზეც? ეხლა ჩვენ ვიცით, რომ წერაქვის მთაზე ცენტრიფუგები მუშაობს. და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატები და ისრაელი, ძირითადად შეერთებული შტატები, 12 დღიან ომში ჩაერთო ბოლოს და დაბომბა ნატანზისა და ფორდოს ობიექტები. და მართალია, რომ ნანგრევებში ჯერ კიდევ არის ბირთვული მტვერი, როგორც ამას ეძახიან. მაგრამ იმ ობიექტები გაანადგურეს. მაგრამ აი, წერაქვის მთაზე ცენტრიფუგები მუშაობს. ასე რომ ვიღაცა ეხმარება იმ რეჟიმს. ეს ჩინეთია, ეს რუსეთია. იღებენ მათგან დახმარებას. უკანა კარიდან შედიან. ნამდვილად არ ეხმარებიან ირანის ხალხს. და ნება მომეცი თქვა, რომ შენ და მე უნდა შევჩერდეთ ერთი წამით და პატივი მივაგოთ ირანის ხალხს. მათ უთხრეს, მას შემდეგ რაც ამდენი ხანი ხოცავდნენ, რომ დახმარება გზაშია. შემდეგ რამდენი კვირდენიმე კვირა დასჭირდა თებერვლის ბოლომდე, სანამ ეს დახმარება მივიდოდა. და ირანის ხალხი ტრამპს და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს უკომაგებდა. და ეხლა მოულოდნელად ისინი თავს ღალატებულად გრძნობენ. და ისინი ძირითადად ტრამპის მხრიდან გრძნობენ ამ ღალატს. ჩვენ ეს ვიცით იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ირანში კავშირები აქვთ და მათი ხმა ჩახშობილია ტრამპზე, ნეთანიაჰუზე, ბომბებზე და არა ბომბებზე საუბარში. რა უხოთ მათ? ისინი უნდა გავიხსენოთ, ისინი იკანჯებიან და იტანჯებიან და სასწრაფოდ დახმარება სჭირდებათ. ასევე ამ რეჟიმის დამხობა და ამის სამხედრო გზით გაკეთება დანარჩენ მსოფლიოსაც ეხმარება. ნებისმიერი ამერიკელი, ვინც ასე ფიქრობს, სხვათა შორის, ტრამპის კრიტიკოსები ამერიკაში, მემარჯვენე კრიტიკოსები, ამბობენ, ჩვენ არ გჭირდებოდა ეს ომი, ეს უსასრულო ომები. და ისინი იწყებენ საუბარს ბუშზე და ავღანეთზე. ისინი მხოლოდ უარყოფით ამბობენ სამხედროებზე. თქვენ ყველანი, ყველაფერი რაც გინდათ, უბრალოდ უსასრულო ომებია. ეს ტყუილია, როგორც თქვენ თქვით. ეს არ არის უსასრულო ომი. ეს უსასრულო ომად გადაიქცევა. ჩვენ ვიგებდით ომს და მერე შევჩერდით. ეს საშინელება. შენ არ უნდა უთხრა ეს მტერს. მტერი უნდა გთხოვდეს მშვიდობას, უნდა გევედრებოდეს მშვიდობას და უნდა დანებდეს, დაყაროს იარაღი. ამის ნაცვლად ტრამპის ადმინისტრაციამ თქვა ვიტკოფისა და კუშნერის, მისი მრჩევლების და ჩვენი მტრების, პაკისტანისა და კატარის დახმარებით, რომ ეთქვათ, არა, მოდით მოვილაპარაკოთ. არასწორია. ამ მხრივ მე სულე წინააღმდეგი ვარ ადმინისტრაციის პოლიტიკის. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს უჭერ მხარს. მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება მტერს გაუკეთო, როცა დამარცხები ზღვარზეა. რომ ხელოვნური სუნთქვა გაუკეთო. ასე რომ თქვენ საუბრობთ უსასრულო ომზე და ცხადია ამერიკელებისთვის და შეიძლება ტრავმა ძალიან ძლიერი სიტყვაა, მაგრამ ავღანეთში მარცხის შემდეგ და ერაყშიც ძალიან სერიოზული სირთულეების ფონზე, სადაც ომები, წლები, ათწლეულები გაგრძელდა. ამერიკელებისთვის, იცით, ვიეტნამის დროიდან მოყოლებული უსასრულო ომის იდეა ბევრ ამერიკელისთვის სასიამოვნო რამ არ არის და ამას ვიგებ. მაგრამ ვფიქრობ, ადამიანებმა ასევე უნდა გაიგონ, რომ ისრაელელებსაც არ უყვართ უსასრულო ომები. ისრაელელები გამარჯვებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ისურვებდნენ, ხომ ასეა? დაბრუნდნენ, იცით? განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისრაელელები ყველანი ომებში იბრძვიან, ამერიკელებისგან განსხვავებით. ერთადერთი ამერიკელები, რომლებიც ომებში იბრძვიან, ისინი არიან, ვინც ნებაყოფლობით შეუერთდა სამხედრო ძალებს. ყველა ჩვენგანმა უნდა გავაკეთოთ ეს და ჩვენ შვილებსაც, ჩვენს ქმრებსაც, ჩვენს ცოლობსაც და ძმებსაც უწევთ ეს. ბოდიში. ჩვენ ნამდვილად არ გვიყვარს ომები. ასე რომ, კითხვა ასეთია და ვფიქრობ, ხალხმა ეს კითხვა უნდა დასვას. ვფიქრობ და ტრამპმაც ეს საჯაროდ აღნიშნა. და ვფიქრობ ის ამაში 100%-ით მართალია. როცა ამბობს, ნახეთ, ეს იყო უსასრულო ომი და ეს ომი დაიწყო ისლამური რევოლუციით ნახევარი საუკუნის წინ ირანში და ერთ-ერთი პირველი რაც მათ გააკეთეს იყო ის, რომ აიღეს ამერიკის საელჩო
და ამერიკელი დიპლომატები ძევლად აიყვანეს. ხო ესეა. ეს არის რეჟიმი, რომელმაც პირველივე დღიდან სკანდირებს: სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს. ხუმრობდი, ეხლა აქვს ეს ყველაფერი ასადის შესახებ, რომ ასადი სირიაშია, სირიის ყოფილი დიქტატორი რუსეთშია, დიახ. პუტინი მას თავშესაფარს აძლევს. შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს სცენარი, სადაც სირიელები შევლენ რუსეთის საელჩოში დამასკოში, ყველას ძევლად აიყვანენ და იტყვიან დაგვიბრუნეთ ასადი. ისე როგორც ირანელებმა ამერიკელებს გაუკეთეს, არა, რუსები ამას ერთი წამითაც არ მოითმენდნენ. და რატო ამბობ ამას? ეს არის რეჟიმი, რომელიც პირველი დღიდან ანტიამერიკულია, ანტიდასავლური, ანტისემიტური და ანტიისრაელური. ხო ასეა. საშინელი რეჟიმია. მათ ომი გამოგვიცხადეს. ამერიკასა და ისრაელს ადრე ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდათ ირანთან. როგორც ჯეიმს კეიმს კაროილის სიტყვების პერიფრაზებით რო ვთქვათ, საქმე რეჟიმშია, სულელო. და უნდა გკითხოთ საკუთარ თავს, ხო ასეა? ეხლაც კი, როცა ბენზინის ფასებთან ამდენი პრობლემა გვაქვს, რომ არა ის ირანელები, არ უნდა თქვა ის ირანელები, თუ ის ირანის რეჟიმი ოდესმე ბირთვული არას მოიპოვებს, ხო ასეა? მაშინ მთელი მსოფლიო გახდება ამ შანტაჟის მსხვერპლი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სანამ ეს რეჟიმი არსებობს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქმე რეჟიმშია, სულელო. ამ რეჟიმმა ომი გამოგვიცხადა. ადვილია თქვა, რომ სამუდამო ომის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ შენ უკვე სამუდამო ომში ხარ. და კითხვა ესეთია: დაუშვებ თუ არა ამ დასავლეთის, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მტერს, რომ ბირთვული იარაღი მოიპოვოს? და ყველა მოლაპარაკება, იცი, ბირთვული იარაღზე, ეს იყო სრულიად ფარსი მოლაპარაკებები. ისინი სერიოზული არ იყო, რადგან ვისაც კი ოდნავ მაინც ესმის, იცის, რომ ირანელებს პირველ რიგში ბირთვული ტექნოლოგია მშვიდობიანი მიზნებისთვის არ ჭირდებათ. მათ ისედაც აქვთ ყველა ეს წიაღისეული საწვავი, ხომ ასეა. ასე რომ ეს ყველაფერი ფარსია. კალბირწმენა, თითქოს ისინი, არ ვიცი, დიდი ეკოლოგები არიან და არ უნდათ წიაღისეული საწვავის გამოყენება. აბსურდია, ხო ასეა. და მეორე მხრივ, რისთვის ჭირდებათ გამდიდრება? მათ გამდიდრება არ ჭირდებათ. თუ ბომბის შექმნა არ უნდათ, შეუძლიათ როგორც სხვა ქვეყნები, რომლებიც ბირთვულ ენერგიას იყენებენ ბირთვული იარაღის გარეშე, შეიტანონ ურანი და არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ საკუთარი გამდიდრება დასჭირდეთ. ეს სერიოზული იყო. ყველა სერიოზულმა ადამიანმა თავიდანვე დაინახა, რომ ეს იყო პროგრამა ბირთვული იარაღის მისარევად. და ამის შედეგები არა მხოლოდ ისრაელისთვისაა საშიში, ეს საფრთხეა რეგიონისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ წარმოიდგინეთ, რომ ირანელებმა თქვან, block out ports, სანამ ჩვენს ნავთობს არ იყიდით, ან ამას ან იმას. მათ ამის შესაძლებლობა ექნებოდათ. ამ ნავთობის გადაზიდვის ვიწრო გასასვლელზე მთელი მსოფლიო ხელში ეყოლებოდათ. და ვფიქრობ, რომ ტრამპმა ერთხელ თქვა, იცით, ამერიკელებს შეუძლიათ დააბრალონ, გააცნობიერონ, რატო, როცა ნავთობის ფასი $100 აღწევს ბარელზე, მაგრამ თუ ირანში ბირთვული ძალა იქნება, მათ შეუძლიათ თქვან $200 ბარელზე. შეუძლიათ თქვან $250 ბარელზე. მე რას აპირებთ? ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ეს გაიგოს, როცა ამბობთ, რომ სამუდამო ომის წინააღმდეგი ხართ, უნდა თქვათ, იქნება ჩვენ მართლაც სამუდამო ომში ვიყავით და მეორე მხარე უბრალოდ ელოდა იარაღის მიღებას, რომ ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებოდით. და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მართალია. და მინდა ამაზე ორი რამ აღვნიშნო. იცით რა არის საინტერესო? საინტერესო ის არის, რომ როდესაც ამერიკა ომში შევიდა ერახთან და სადამ ჰუსეინი უშვებდა სკადის რაკეტებს თელ-ავივში და შეერთებულმა შტატებმა უთხრა ისრაელს არ ჩაერიო და ჩვენ არ ჩავერიეთ. მაგრამ იცით რომ ყველა ის იდიოტი ამერიკაში, ვინც ისრაელს ადანაშაულებს ერახში უსასრულო ომში. იცით რომ ისრაელი ყოველთვის ერახის წინააღმდეგი იყო? ამბობდა ირანს უნდა დაედემოთ. ეს ირანია. სულ ირანია. სულ ასე იყო. მოდით ეს ჯერ გავარკვიოთ. და მეორე. მოგიყვებით რაღაცას ჯიმი კარტერზე, რომელიც იცით 50 წლის წინ, როცა სტუდენტები რაღაცისთვის, არ იყო ვაპირებდი მე თქვა, სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის. რატო? ეს არც კი იყო ფროიდული შეცდომა, რადგან ისინი ძალიან ყვანან ერთმანეთს. იმანთან დაკავშირებულმა იმ სტუდენტურმა ჯგუფმა დაიკავა აშშ-ს საელჩო და 52 ამერიკელი საელჩოს თანამშრომელი 4 დღით მძევლად დაიყვანა. და ჯიმი კარტერმა თავის დღიურში დაწერა, როცა ამის შესახებ შეატყობინეს, ამაზე ბევრი არაფერია გასაკეთებელი. იმ პერიოდში საბოლოოდ მან წამოიწყო წარუმატებელი ოპერაცია მათი გადასარჩენად. მაგრამ ნება მომეცით რაღაც კითხრათ. როცა იმ სტუდენტებს ვამბობ, რადგან ისინი დიდ დროს არ ატარებდნენ ლექციებზე. ზუსტად ისე როგორც ეს ამერიკელი რადიკალები, რომლებიც ლექციებზე დროს არ ატარებენ, იცით რა გააკეთეს? მათი მთავარი გეგმა თავდაპირველად მათ სურდათ საბჭოთა საელჩოს დაკავება. მაგრამ გადაიფიქრეს, რადგან იცოდნენ, რომ საბჭოელები უბრალოდ ყველას მაშინვე ამოხოცავდნენ. მათ შორის, თუ მძევლებიც მოკვდებოდნენ. და ამერიკაზე იცოდნენ, რომ ჯიმი კარტერი არაფერს გააკეთებდა. დააც გააკეთა. და როცა ცენტრალური სადაზვერო სამსახურიც კი თხულობდა, ამერიკა კი ფიქრობდა, რას ვაკეთებთ.
რას ვაკეთებთ? და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო კითხულობდა, არის რამე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ან და კითხეს Delta Force იმ ძალას, რომელიც ბოლოს შევიდა მათ გადასარჩენად, თქვა, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ. და იცი, მათ თქვეს, გვითხარით, სად არიან მძევლები საელჩოს შენობაში, კომპლექსში, რადგან ისინი კიდევ ერთ შენობაშიც იყვნენ. თავარი ისაა, რომ კარგი მოგცეთ რუკა, დაგვიხაზეთ ყველაფერი. მათ თქვეს, ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკეთებთ ამას. და არა მხოლოდ ეს, უფრო უარესიც. მოკლე ბრიფინგი იმის შესახებ, თუ რა გააკეთებდა Delta Force-ი, როცა ისინი გაფრინდებოდნენ მძევლების გადასარჩენად. თქვეს, კარგი, აი რას ვაპირებთ? დავსვამთ ვერტმფრენებს. გადავკვეთთ ქუჩას. ავძვრებით კედელზე და გავანეიტრალებთ მცველებს. და შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თქვეს, მოიცადეთ ერთი წამით, რას გულისხმობთ. გაანეიტრალოთ ისინი, ანუ მოკლათ და Delta Force-მა უპასუხან. დიახ. კარგი, მოდით შეგახსენოთ ყველას, ვინც მაშინ არ იყო დაბადებული. ზოგიერთებს ეს ისე გვახსოვს, თითქოს გუშინ მოხდა. კარგი. თავარი ისაა, რომ ამ ბოროტ მონსტრებს 1 სანტიმეტრიც არ უნდა დაუთმო. და მართალი ხარ. ეს არ არის უბრალოდ რაღაც, ეს მუდმივი ომია, სადაც ყველგან იყენებენ პროქსებს, კლავენ ამერიკელებს და უდანაშაულო ხალხს მთელ მსოფლიოში. ეხლა დროა ეს ომი მოკლე და გადამწყვეტი გავხადოთ. ეხლა მინდა გადავიდე ღაზაზე, რადგან დასასრულს უახლოვდებით და ამ კვირაში ძალიან საინტერესო რამ მოხდა. და ამას მინიმუმ 5 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ, რადგან ირანი უკვე განვიხილეთ და ეხლა დროა ცოტა ღაზაზეც ვთქვათ. ტრამპმა, როგორც წინა პოდკასტში განვიხილეთ, გამოაცხადა, რომ მოხდა გარღვევა, რომ ჰამასმა დათანხმდა განიარაღებას და შეიძლება ეხლა გვექნება ახალი ურთიერთობა, უფრო ასე ვთქვათ, მშვიდ ღაზასთან. და მაგიდაზე დევს 15 პუნქტიანი გეგმა, რომელიც რას ეწოდება კომიტეტი. მშვიდობის სუდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჰამასთან, რაც მოიცავდა გარკვეული თანხის გადაცემას, რომ როგორ თქვა, მანქანა დაეზეთებინათ, ესე ვთქვათ და ასე შემდეგ. შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუ საჯაროდ წამოდგა და თქვა, რომ ისრაელი არ იღებს ამ 15 პუნქტიან გეგმას. ისრაელი უარყოფს მას. შემდეგ ყველამ კამერები ვაშინგტონისკენ მიმართა. თქვეს, ამერიკელები ძალიან გაბრაზდებიან და ასე უპასუხა პრეზიდენტმა ტრამპმა. მადლობთ პრეზიდენტო, ეს ხომ არ არის ახალგაზრდა, უნდა გენახათ კოღო. მადლობთ სემ. კარგი, მე შანტილებზე გადავიტანე. მართლა სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემი რეაგირება ძალიან კარგია. მადლობთ. გმადლობთ მეგობრებო. პრეზიდენტს ეკითხებიან, გაბრაზებული ხართ? მაქვს განცხადება. ნეთანიაჰუმ საჯაროდ განაცხადა ისრაელში, რომ უარყოფს ამ 15 პუნქტიან გეგმას და თქვა, რომ დღის ბოლოს განცხადებას გაავრცელებდა, მაგრამ ასე არ გაუკეთებია და მას შემდეგაც არა. მაგრამ მან თქვა, ჩვენი ურთიერთობა კარგია. მან თქვა, ჩვენი ურთიერთობა კარგია. ასე რომ ვფიქრობ, არსებობს გარკვეული შეთანხმებები ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. და ეს შეთანხმებები გულისხმობს იმას, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, მანამ სანამ ჰამასი რეალურად არ განაიარაღებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ყველაფერი საქმით უნდა დამტკიცდეს. და ისრაელს არ უწევს გასვლა, ისრაელს არ უწევს უკან დახევა, ისრაელს დიდად არაფრის გაკეთება არ უწევს. ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ იქ, სადაც ვართ, სანამ ჰამასი არ განაიარაღდება. და ჩვენ შორის რო დარჩეს, ჰამასი ნებაყოფლობით არ განაიარაღდება. და შეგიძლია თქვა, რომ აი ეს მოხდება. ასე რომ, სულ მცირე ამ დროისთვის ისრაელი ღაზას სექტორის 60-დან 70%-მდე აკონტროლებს. ჩვენ გვაქვს ეს უსაფრთხოების ბუფერული ზონა, რომელიც ჰამას ჩვენს მოქალაქეებთან მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. ეს იდეალური გამოსავალი არ არის, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, და თქვენ ხომ იცნობთ, ეს მარკ რეგანის კლიშეა. ნუ დაუშვებთ, რომ კარგმა სრულყოფილს გზა გადაუღებოს. არა, ნუ მისცემთ სრულყოფის საშუალებას, კარგ შეუშალოს ხელი. კარგი, სხვათა შორის მეც ვეთანხმები ამას. ნუ მისცემთ სრულყოფილს საშუალებას, კარგს შეუშალოს ხელი. ჩემი პრობლემა ყოველთვის ისაა, რომ ნუ მისცემთ კატასტროფულ საშუალებას, კარგს შეუშალოს ხელი. კარგი. მაგრამ აი რა არის საინტერესო? და ეს იწვევს დიდ შეიძლება ითქვას შეშფოთებას ისრაელში, უფრო მემარჯვენე ისრაელელებსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერებში. რა ხდება? ბენიამინ ნეთანიაჰუ წამოდგა და თქვა, მე ამ გეგმას არ ვიღეთ. თუმცა მშვიდობის საბჭოდან ვიღაცამ თქვა, იცით, მე ნეთანიაჰუ არ მესმის, მკაცრად ლაპარაკობს, ამბობს, რომ ამას არ იღებს. და მაინც ისე იქცევა თითქოს ამ პუნქტებს დათანხმდა. და რას გულისხმობდა ეს ადამიანი და ეს ძალიან შემაშფოთებელი გახდა. იმიტომ რომ ჰამასის ტერორისტები, იმიტომ რომ ამ გეგმის ნაწილი ის არის, რომ ისრაელმა შეწყვიტოს თუნდაც 7 ოქტომბრის ტერორისტების ძებნა. და ყველაფერი რაც შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ თუ ტერორისტი ისრაელის ჯარისკაცს ესხმის თავს.
შეუძლია მოკლას ის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა უნდა დადონ იარაღი და არ გახდნენ აგრესიულები. და ამ ადამიანმა მშვიდობის საბჭოდან, ჩვენ არ ვიცით ვინ არის, არ ვიცით მშვიდობის საბჭოს, შობის საბჭოს რომელი წევრი იყო, თქვა, ხო იცით, ნეთანიაჰუმ ეს სასაცილოა, რადგან იცით, მან ეს თქვა და იფიქრებდით, რომ უნდა გაგვებრაზებინა. მაგრამ სინამდვილეში ის ასრულებს ამ პუნქტებს და სწორედ ჰამასია, ვინც ამას არ აკეთებს. ასე რომ, რატომ გვაღელვებს ეს? იმიტომ რომ ხედავთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალება განაცხადეს, რომ ახლა ფრთხილად ვიქნებით. და რაც მოხდა გუშინ წინ იყო ის, რომ ტერორისტები დაესხნენ თავს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს. ძალიან საშიში იყო. მათ შეეძლოთ ერთი გაეტაცათ და ისევ მსგავსი სცენარი განმეორებულიყო. ასე რომ, როგორც თქვი, მიხარია, რომ ნეთანიაჰუმ უარი თქვა. მაგრამ არ მიხარია, რომ ამაზე არ მოქმედებს. არა, 100%. ასე რომ, როცა უარს ამბობ, უნდა თქვა ეს ისე, რომ ამერიკელები კმაყოფილები დარჩნენ. და ვფიქრობ, როცა პრეზიდენტს ეუბნები, ვიღებთ თქვენს პრინციპს, რომ ჰამასი უნდა განიარაღდეს, დემილიტარიზდეს და ასე შემდეგ, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყვანთ ჩვენს ძალებს. და თუ ეს პრინციპი იქნება მიღებული, მაშინ შესაძლებელია გარკვეული მოქნილობის გამოჩენა. და რასაც ეხლა ვხედავთ, რასაც ისრაელის წყაროებიდან ვისმენ მედიით, რადგან მე აღარ მუშაობ მთავრობაში, მაგრამ ისინი ამბობენ, ცხადია, თუ ჰამასის ტერორისტი იმუქრება, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დაველოდოთ, როდის გაისვრიან. მაგრამ თუ ისინი აკეთებენ რამეს, რაც საფრთხის შემცველად ჩანს, იმყოფებიან ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა იყვნენ, შეგვიძლია დავარტყათ. ასევე მჯერა, რომ გვაქვს უფლება დავარტყათ ყველას, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონდა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტასთან. რაც ძირითადად ნიშნავს ყველას, ვინც აქტიური ჰამასის წევრია, სწორია. ეხლა არა. მესმის, რომ ეს ის საკითხია, რაზეც ისრაელი დგას. თუ ვხედავთ ვინმეს, ვინც პირდაპირ არის პასუხისმგებელი ისრაელთა ხოცვა-ჟლეტაზე, ის ის ლეგიტიმური სამიზნეა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, და კიდევ ერთხელ, თუ გსურთ სრულყოფილება, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას ვერ მიიღებთ. მაგრამ ეს გამოსავალი რეალურად შესაძლებელია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისრაელს არ უწევს უკან დაიხიოს არც ერთი დუიმით ან სანტიმეტრით, იმის მიხედვით ავსტრალიაში ცხოვრობთ თუ შეერთებულ შტატებში. დიახ, არ გვიწევს ამის გაკეთება. ჩვენ ვრჩებით ყვითელ ხაზზე. შეგვიძლია პროაქტიულად ვიმოქმედოთ საფრთხეებთან გამკლავებაში, ან იმ ადამიანების განეიტრალებაში, ვინც ვიცით, რომ კონკრეტულად ცუდი ადამიანები არიან. მე ვფიქრობ, ეს ისეთი სიტუაცია, რომელსაც ისრაელი შეეგუება და თუ ჰამასი რაღაცას გააკეთებს დაუშვებელს, ხო ასეა? და ჩვენ ძალიან მკაცრად კარგი, ამ კვირაში ასე არ მოგცეულვართ და უფრო მეტიც, ჩვენ მართალი ხარ, მაგრამ ზუსტად ასე თქვა ნეთანიაჰუმ. მაგრამ შემდეგ არმიას სხვა მითითებები მისცეს. ანუ, შენ ამბობ, რომ სრულყოფილის მოლოდინმა კარდის მიღწევას ხელი არ უნდა შეუშავოს. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არმიას არ უთხრეს, რომ უნდა დაეტოვებინათ რომ არ უნდა დაეტოვებინათ. სადაც ჩვენ ვართ. დეანდრეს უთხრეს, რომ არ ედევნა არც ერთი ოქტომბრისთვის. არა, შეწყვიტე მათი დევნა, უბრალოდ დაასრულე. სინამდვილეში მათ მართლაც ემუქრებოდნენ. და იქ პრობლემა იყო. ასე რომ ეს არ არის. მოიპყრა. კარგი. და ვფიქრობ, სიტყვა მუქარა სინამდვილეში დავაზუსტოთ. მუქარა ცოტა ამორფულია, ხო ესეა. რა არის მუქარა? რა ითვლება მუქარად? ეს შეიძლება ძალიან სუბიექტური იყოს. ვფიქრობ, ეს ისრაელს აძლევს საშუალებას გააგრძელოს ის, რაც საჭიროდ ასე რომ არ უნდა შეგვეწყვიტა ამის კეთება, გეთანხმებით. ჩვენ ეს შესაძლებლობა გვქონდა. და მას შემდეგ, რაც 15 პუნქტიანი გეგმა გამოვიდა, ჩვენ უცებ შევწყვიტეთ ამ შესაძლებლობის გამოყენება. ასე რომ ვამბობ, ადგილზე ჩვენ რეალურად ცოტათი დავნებდით იმ 15 პუნქტიან გეგმას. მიუხედავად იმისა, რომ არ ვამბობდით, რომ ამას ვაკეთებდით. ასე რომ ჩვენ არც კი ვიღებთ აღიარებას, ჩვენ არ გვაღიარებენ იმ მეგმის მიღებისთვის, მაგრამ მაინც მოქმედებთ. ეს სახიფათოა. და ვნახავთ რა მოხდება მომავალ კვირამდე. პირველ რიგში ეს მართალია, მაგრამ როცა ამბობ, რომ ჩვენ არ გვაღიარებენ, ანუ შეიძლება BBC-ს, CNN-ს და CNN-ს არ გვაძლევენ სათანადო აღიარებას, მაგრამ შეიძლება ვაშინგტონში, DC-ში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გვაღიარებდეს, ეს ვიდეოშიც ვნახეთ. მეორე მხრივ, ჩვენ, როცა მომავალ კვირას ისევ შევხვდებით და მე რა თქმა უნდა ამას ველოდები, რუთი, მაგრამ შეიძლება ნახო, რომ სინამდვილეში ისრაელმა ვიღაც გაანეიტრალა. კიდევ ერთხელ, საფრთხეები კვლავ ჩნდება. თუ ხელსაყრელი სამიზნე გამოჩნდება, არ მგონია ისრაელი უცებ ვეგეტარიანელი გახდეს. თუ ჰამასის მკვლელს დავინახავ, ვიღაცას, ვინც ჩვენს მოკვლას ცდილობს, ეს საფრთხეა და შეგვიძლია გავანეიტრალოთ. კი, სწორია. კარგი, ასე რომ შენ და მე შეგვიძლია ამ საკითხებზე ვიკამათოთ. ან იმაზე ვაგრძელებთ თუ არა ამას, რადგან ჩვენი დრო ამოიწურა და კიდევ ბევრი გვაქვს სასაუბროთ. და უბრალოდ გვინდა ერთ საკითხზე დავასრულოთ. კიდევ ერთხელ. პირადად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ირანის ხალხი და ვიცით, რომ თქვენი ტანჯებით და ისრანჯებით და ისრაელი მხარს გიჭერთ. და უნდა ვთქვა, რომ თუ ისრაელში რაიმე კონსენსუსი არსებობს, რაც ძალიან რთულია საპოვნელად განსაკუთრებით არჩევნების წინ,
ყველა თანაუგრძნობს ისრაელში, ყველა თანაუგრძნობს ირანის ხალხს და ლოცულობს იმ დღისთვის, როცა გათავისუფლდებით იმ ურჩხულების კლანჯებიდან. ამინ. მომავალ კვირას ისევ დავბრუნდებით. ამას მოუთმენლად ველი.